კვიპროსში კარგი ამინდია. ძალიან კარგი სუნე. საკმაოდ მძიმე მდგომარეობა არის. უფრო მეტად სერუმივით არის. 13 თვე ღირდა თუ არა ამ ქურსუკის გულდინად არ ვიცი. ეხლა გამოვიტანე ეს ამონათი და გავხსნათ ერთად, თან მუშაობ. დღეს არის პარასკევი და მოკლე სამუშაო დღეა. ეხლა 4 საათი ხდება, წესით მალე უნდა მოვურჩე მუშაობას და გავხსნათ ერთად. კოსიდან გამოვიწერე ჯინსები, ფასტაკლებაზე ვნახე და იმედი მაქვს, რომ ჩემი ზომა იქნება, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული 26 მინუტად თუ 25. საწყისი ღირებულება იყო 100 ევრო და მე გამოვწერე 50 ევროზე. აი ესეთი ჩავალია, ძალიან წელში მგონია რომ კარგად მექნება, უბრალოდ სიგრძე მაქვს საკმაოდ გრძელი. მომიწევს რომ გადავჭია, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. თავად ძალიან ფერია. ეხლა სამწუხაროდ ჩაცმოს ვერ გაჩვენებთ. მაგრამ სახში აუცილებლად მოვიგებ როგორ მაქვს. Oh my god. Что? გამარჯობა მეგობრებო. ეხლა არის 2 მარტი. და საკმაოდ მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში. აგერ მესამე მსოფლიო ომის დაწყების პირას ვართ, მე მგონი. გუშინ თან კვიპროსში იყო რამოდენიმე რაკეტა ისროლეს და საკმაოდ საგანგებო სიტუაცია იყო, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი რაღაცად მიწყნარებულია, თითქოს არაფერი მომხდარა. სამსახურშიც ანუ ჩემთან თითქოს ისეთი მომენტია, რომ კვიპროსისგან მაინც არაფერი არ უნდათო, ჩვენ აქ უსაფრთხოდ ვართო და რეალურად კვიპროსში არის ბრიტანეთის ბაზები და სწორედ ამ ბაზებზე მოხდა თავდასხმა. შესაბამისად, ესეთ გარანტიას ვერავინ ვერ მოგცემს, შვიდობით ვიქნებით თუ არ ვიქნებით და კვიპროს რო თავი დავანებოთ და ესე ჩვენ თავზე რო არ ვიზუნოთ, ზოგადად მსოფლიოში რა სიტუაციაც არის, არ ვიცი, ძალიან შემაყენებელია. მესამე მსოფლიო ომის დაწყების პირისპირ ვართ და არ ვიცი, როგორ დასრულდება, რა იქნება, აი მომავალზე რო ვფიქრობ, მოკლედ ძალიან განვიცდი და გუშინდელი დღე სულ არის სკროლაში და რაღაც ამ ნეგატიური საშინელი და სამწუხარო ინფორმაციის მიღებაში გავიყვანე და ძალიან აისახა ეს ყველაფერი ჩემზე და დღეს გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად ცოტა გავხალისდე არა, მაგრამ აი გადავიტანო ყურადღება და თქვენთან ერთად ახლა გავხსნი საქართველოდან გამოგზავნილ ამანათს, რომელიც დედაჩემმა გამომიგზავნა და 2 კვირაზე მეტი უკვე ველოდები. ძალიან კარგი ნივთები არის, თან ჩემი დიდი ხნის სასურველი წიგნი მიშოვეს როგორც იქნა, იმიტომ რომ ყველგან ამოყიდული იყო აბსოლუტურად და მოკლედ ყველაფერს გაჩვენებთ. ახლა გავხსნით თქვენთან ერთად. ასევე თათამ გამომიგზავნა Uniqlo გაიხსნა ფრანკფურტში და წავიდა და რა თქმა უნდა მეც ვირტუალურად ჩავერთვე და მოკლედ ჯინსებიც გვექნება დღეს ამ unboxing-ში. ესე იგი პირველი გვაქვს
ესეთი ვინტაჟური Louis Vuitton-ის ჩანთა, რომელიც სიმართლე რომ გითხრათ, უფრო დიდი მეგონა. არის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. სურათზე ჩანდა, რომ რომელიღაც მხარეს იყო ცოტა გახუნებული, მაგრამ დიდად ესე არაფერი არ ეტყობა. არის ჟუზეფინა 2001 წელს გამოსული მოდელი და მოკლედ არ ვიცი ესეთი ლამაზი ვინტაჟური ჩანთა დიდი ხანი არ მინახავს. მე ზოგადად ძალიან იშვიათად რომ ვინტაჟურ ჩანთაზე გადავირიო და გავკიშდე. ძალიან უნდა მომეწონოს და კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. ძირითად შემთხვევაში ვინტაჟური ჩანთები არ არის ხოლმე ისეთ იდეალურ მდგომარეობაში, როგორც მე მიყვარს და რაღაცნაირად არ შემიძლია სხვისი ნაქონი ნივთის ტარება. მე ამიტომაც ვერ შოპინგობ ხოლმე ხშირად ვინტაჟურ და მეორეულ ესე რომ ვთქვათ მაღაზიებში, მაგრამ ეს არის ის გამონაკლისი, რომელიც ძალიან მომეწონა. თან რა ვიცი რომ აღარ გამოდის და სულ რამოდენიმე არის დარჩენილი. არ ვიცი ძალიან მომწონს. სიმართლე რომ გითხრათ ამაზე ძალიან მომეწონებოდა რომ ეს გრძელი გადასაკედის ტარიც კონდეს და ეს ხელში არ მაჭიროს, იმიტომ რომ ამას ვერ გადავეკიდებთ აქ. ეს უბრალოდ ხელში უნდა მაჭიროს და ჩემთვის ძალიან არაპრაქტიკულია ეგ, მაგრამ იმდენად ლამაზი არის რომ ამ ჩანთისთვის დაევიწვალო. აქ შიგნით დევს ჯინსები, რომელიც მიყიდა თათამ და ძალიან მაინტერესებს როგორ მექნება. ბორე მაგაც გაჩვენებ ჩინით როგორი არის. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ვერ ვიტყვი რომ იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ თითქმის ჩემხელა არის ეს ჩანთა, ასე რომ მაგის გათვალისწინებით ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ესეც ჩვენი ჯინსები, რომელიც არის Uniqlo-s და JW Anderson-ის კოლაბორაციით შექმნილი. ძალიან დიდი ხანია მინდა როგორც იქნა ჩემთან არის. ზომა მექნება ძალიან კარგად, სუსტად ვიცი. აუცილებლად მოვირგებ და გაჩვენებთ. ესეთი ფერი შარვალი არ მაქვს კვიპროსში, ამიტომ მინდოდა და ესეც იქნება აქ. შემდეგი კი არის ჩემი საყვარელი წიგნი, როგორ მინდოდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს არის ლიოსას საუბარი კათედრალში, საკმაოდ სქელტანიანი წიგნია. ამას ესე ვერ წამოვიღებდი მარტივად და კარგი საშუალება არის ესე გზავნილად გამოაყოლა დედჩემა და გამიკვირდა რომ მიშოვეს თალკე დედჩემ თალკე მამაჩემ დარბოდა აქეთ-იქით, იმიტომ რომ მართლა ყველგან sold-out იყო ბიბლში, მხოლოდ ერთ ფილიალში იყო დარჩენილი და ისიც მე ძალიან შორს და მოკლედ მადლობა დედა, მამა. ჩემთან არის ეს წიგნი. მე სამწუხაროდ მე აქ დახაზულია კალმით. მე სამწუხაროდ ვერ ვკითხულობ სწრაფად წიგნებს. აი ადრე უფრო შემეძლო რომ 2 და 3 დღეში დამესრულებინა და მით უმეტეს ესეც სქელტანიან წიგნებს ძალიან დიდი ხანი უნდები ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მაქვს რუტინაში, ანუ ბევრ რაღაცას ვაკეთებ. ჯერ მარტო სამსახურის შემდეგ ხან ბერძნული მაქვს, ხან ჩოგბურთი მაქვს, ხან დრამი მაქვს, მე პლუს ამას სახლის რაღაცებსაც უნდა მივხედო, საჭმელი, დალაგება, დასვენებაც, რა თქმა უნდა მინდა და ამ ყოველფრის ბალანსი ძალიან მიჭირს. თან ვლოგებს, როდესაც ვამონტაჟებ, ჩათვალეთ შაბათი კვირა, მთლიანად ამისთვის მაქვს გამოყოფილი. ამიტომაც კითხვისთვის სამწუხაროდ ბევრი დრო არ რჩება ხოლმე და მინდა რომ ეს ყველაფერი შევცვალო. 2026 წელს შემთხვევით მეც პირობა რომ უფრო მეტი წიგნი უნდა წავეკითხო. სხვათა შორის აქვე გეტყვით რომ ამაში ძალიან მეხმარებოდა ყოველთვის საბას აპლიკაცია, იმიტომ რომ ვუსმენ ხოლმე დალაგების დროს ან გზაში როცა ვარ და არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აპლიკაცია. ბოლო დროს სამწუხაროდ მაგისთვისაც კი არ მქონა დრო, მაგრამ უნდა გამოვასწორო. ხოდა ასევე აქ გვაქვს რაღაც წამლები, რომელიც აქ არ იყიდება. სულ ეს არის მეგობრებო, გისურვებთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოებას, მშვიდობას და არ ვიცი, იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და მალე დასრულდება. ესე გულთან ვერ მიგაქვს ახლოს, როდესაც არ ხარ ამ ვითარებაში
ჩართული და არ გეხება. აქ კიდევ 2 მაგათ და 3 მაგათ უფრო იგრძნობა და გავიაზრე თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება და სიმშვიდე, თუნდაც ის რომ ჩვენ ყოველ დღე შეგვიძლია გავუღვიძოთ, მშვიდად გავიდეთ გარეთ, ვიყიდოთ ყავა, ერთად ვაკეთებდი ხოლმე ყოველთვის. ეს ყველაფერი 3 მაგათ და 10 მაგათ უფრო დასაფასებელი გახდა ჩემთვის და რაღაცეები სხვანაირად გავიაზრე. მოკლედ კარგი, არ გადმოგდებთ ჩემს ამ აურას, ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე ესე და ალბათ თქვენც გიკვირთ, მაგრამ შემდეგ ვლოგებში აუცილებლად დაგებრუნდებით უფრო ბედნიერი და უფრო ენერგიულიც. თან გაზაფხული მოვიდა, შესაბამისად ნელა უკვე ვიგრძნობთ ყველანი უკეთესობას. ესე ავიწევ, რომ უკეთ დაგანახოთ. ეს ფერი ძალიან მომწონს. არ ჩანს აქ კარგად, იმიტომ რომ ცოტა შავში მიდის თითქოს რომ ვუყურებ, მაგრამ რეალურად არის ძალიან ლამაზი მუქი ლურჯი. ზომა არ იდეალური, სულ 1 ან 2 ჯინსი მაქვს, ისეთი რომელიც აი ესე გემრიელად მაქვს, ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგად გამოვიყენებ. მოკლედ იდეალური არის და ამიტომ თავისუფლად როგორ მოგეწონათ ეს ნივთები. ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი ლარნაკაში, სადაც ძალიან გემრიელი სენდვიჩები, სალათები და მოკლედ ყველაფერია. ახალი ქურთუკის unboxing-ით მოვედი. 3 თვე ველოდებოდი ამ ქურთუკს, იმიტომ რომ შავ პარასკევს შევიძინე და ყოველ ჯერზე გადადებული რაღაც მეილები მომდიოდა, რომ ანუ კიდევ გადაიდო და ნუ ბოლოს უკვე მართლა რიფანს ვაპირებდი, მაგრამ დავიცადე მაინც, იმიტომ რომ ჩემი ოცნების ქურთუკი იყო და ეხლა გავხსნათ ერთად როგორც იქნა ჩემთან არის და მოვირგოთ, ნახოთ ხირდა თუ არა ამდენი თვის ლოდინად. ესე გამოიყურება ქურთუკი და ძალიან მომწონს, ულამაზესია. ნახეთ როგორი ესეთი ხალისი და განწყობა მოაქვს, აი მომენტალურად კარგ ხასიათს დავდექი რომ ჩავიცვი. მე მიყვარს ესეთი ქურთუკები და ზოგადად ესეთი ტანსაცმელები. არ მიყვარს ხოლმე სულ შავებით სიარული და ესეთი მეტად ელეგანტურად ყოფნა ყოველდღიურობაში. არის ძალიან კომფორტული, ან სიამოვნებს რომ აცვია, თხელია, ზუსტად ამის ამინდებია ახლა კვეპროში. თავარია კარგი ხარისხია და მომწონს. ასევე ამ ორი ფერის კომბინაციაზე არ შემიძლია რომ ორი სიტყვა არ თქვა. ზოგადად ლურჯი და ყავისფერი დიდად არ არის ჩემი საყვარელი ფერები ეს ერთად, მაგრამ ეს ქურთუკი როგორც არის გადაწყვეტილი აი ამ ფერებით ძალიან მომწონს ეს არჩევანი. საერთოდ ჯამში დაუწერდი 10-დან 10 ან 10-დან 900 დაუწერდი, იმიტომ რომ ცოტა მე მოკლება ეს ხელზე როგორც თავდება რა, ან კლავზე და უფრო გრძელი რო ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ ნუ არა უშავს. მამაკაცის მოდელივით არის, ანუ unisex-ია, მაგრამ უფრო მეტად მასკულინური დგომა აქვს, როგორც ხედავთ და შეკვრის სტილზეც ეტყობა ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი, მე პირადად ან ჩემთვის მსგავსი დგომა, მსგავსი ტანსაცმელი არის კომფორტის ზონა, ცოტა უფრო ბიჭური, ცოტა უფრო რაღაც თავისუფალი. ამაზე ალბათ არ შევკრავ, იმიტომ რომ რთული გასახსნელი იქნება და მხოლოდ ამ ღილაკებით გადავკრავ ხოლმე. დამიწერთ როგორ მოგწონთ, გამიხარდება თქვენი აზრის მოსმენა. ხო, ასევე ესეთი ლამაზი ბეჭედი შევიძინე დღეს ჩემს საყვარელ coffee shop-ში სხვათა შორის. არ ვიცი რა უნდა და მან სამკაულებს, მაგრამ გამოსვლისას დავინახე, რომ ძალიან ბევრი ლამაზი ისინი და ბეჭდები და რაღაც ცეპები და არ მიმოქცია თავიდან ყურადღება. ხო და მე ჩემმა დამანახა, რომ ამოდიო ნახეო ეს რა ლამაზია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და კარგი ესპანური ბრენდის Simueros ბეჭდებს წააგავს. ეხლა გამოვედით მზეზე და ისეთი კარგი ამინდია. მე დაინახე და ისეთი კარგი ამინდია, რომ აი ეს ჩუმად შეხედვარ და მე მგონი ჩაგვეძინე და არ ვიცი. გაბადრულები, ძალიან ასიამოვნები, აი არ ვიცი, იდეალური ამინდია და ჩვენც იდეალურად შეხედვართ, ახლა ზუსტად წინ გვაქვს მზე და ცოტა ვაკიმარებ. ძალიან კარგი ამინდია. ესე იგი ახლა არის მარტია. ქალთა დღეს. ესეთი კარგი ამინდია კვეპროში. მოგულოცა ქალებს.
ვერ თქვა თუ. დედაჩემ ჩამოვიდა კვებროში და დღეს პირველი რაც გავაკეთეთ, წავედით აფთიაქში, რომ გვაკეთეთ თავის მოვლენის საშუალებები, იმიტომ რომ გაგვითავდა, ნებიერად გამითავდა და რაღაცები შევარჩიეთ ერთად. და მინდა რომ გაგიზიაროთ და თან გაჩვენებთ კვებროში როგორი ფასები აქვს თავის მოვლენის საშუალებებს და აი აფთიაქში მაგალითად შევადაროთ. რამდენად იაფია. პირველი რაც ძალიან მიხარია, რომ აღმოვაჩინეთ, ეს არის ორდინარის რეტინოიდი 2%-იანი ემულსია. და ChatGPT-მ გვიხარ, რომ თუ არ გამოგიყენებიათ და პირველად იწყებთო, ეს კონკრეტული არის ძალიან კარგიო. და TikTok-საც რაღაც ვიდეოები ვნახე. ზოგადად ძალიან თავს ვარიდებდი ყოველთვის რეტინოლის გამოყენებას და ჩართვას ჩემს რუტინაში, იმიტომ რომ არ არის ახუმარო ამბავი, მაგრამ ამავდროულად ფიქრობდი, რომ ჩემ კანს სჭირდებოდა დამატებით რაღაც ნივთიერებები და ინგრედიენტები, რაც აი anti-aging ეფექტსაც მომცემდა, იმიტომ რომ ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, გარდავალია ნაოჭების გარეშე სამწუხაროდ, ამიტომ მინდა რომ რაღაცით ხელი შეუშალო. ორდინარი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი, თან არის ძალიან ხელმისაწვდომი და მოკლედ ეს არის ჩვენი პირველი რეტინოიდი. ჩემთვისაც და ჩემთვისაც ამიტომ გაგიზიარებთ როგორ მოგვეწონება. ოღონდ აუცილებელი არის ამასთან კორელაციაში ბზისგან დამცავი. ამის გარეშე არ გამოვა ფიზიკურად. ამიტომ მე ავარჩიე Beauty of Joseon-ის აი ესეთი 50 SPF-ით დამცავი, რომელიც არის ძალიან კარგი შეფუთვით, იმიტომ რომ მარტივია გამოსაყენებლად. თავიდან ამ კორეულ მაღაზიაში რომ მივედი ჩვეულებრივ Beauty of Joseon-ის კრემზე, რომელსაც არც თუ ისე კომფორტული შეფუთვა აქვს, უნდა მოხსნათ ეს თავსახური შეიძლება დავარდეს ან რაღაცა და არ მოყვარს ხოლმე გამოყენება და ზოგჯერ მეზარება ხოლმე ეს ყოველ დღეს, მაგრამ სამაგიეროდ ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტურა აქვს მათ დამცავებს და ძალიან მომწონს. და კონსულტანტმა შემოგთავაზა, რომ თუ ამას იღებთ, მაგრამ ამასაც ხوار დატესტავდით, იმიტომ რომ თუ არ ვწდები, ეს შედარებით ახალი არის შეფუთვას გულისხმობ. ადრე არ იყო ხოლმე, ან მე არ მომხვედრია თვალში. ამიტომაც, კი რატომაც არა, თან აქვს უფრო მეტად თხელი კონსისტენცია, უფრო მეტად სერუმივით არის და ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებლად. სახეს ანიჭებს, საოცარ სიპრიალეს, აი ისეთი glow აქვს, რომ ვერ დაიჭერებთ მართლა და თუ შესაძლებლობა მოგეცემათ, აუცილებლად გამოცადეთ და დატესტეთ. ხელზე არ წავისვით, აი სულ გაანათა ესე მზეში ძალიან მომეწონა ეფექტი. თუმცა სურნელი აქვს გაითვალისწინეთ და ვისაც არ გიყვართ, დიახ არ მოგეწონებათ. ცოტა მოჯინჯეროს უნი აქვს. შემდეგი არის ციკაპლასტი La Roche-Posay's, რომელიც არის ძალიან ვაირალ და ყველა საუბრობს ამ პროდუქტზე და მეც მითხოვდა რომ გამომეყენებინა და დამეტესტა. ეს პროდუქტი ღირდა 20 евро და არ ვიცი საქართველოში რაღაც თუ იცით აუცილებლად დამეწერეთ როგორი ფასია 20 евро ამისთვის. ძალიან კარგი არის კომბინაციაში ამ რეტინოიდთან, იმიტომ რომ როდესაც ამას გამოვიყენებთ, მე შეგვიძლია დავასრულოთ რუტინა აი ამ ციკაპლასტით. კანის ბარიერს აღადგენს, არ ვიცი, ძალიან კარგი თვისებები აქვს ამას. ჯერჯერობით ცუდი შეფასება არ შემხვედრია ამ პროდუქტზე, ამიტომ ნახოთ ერთად გაგიზიარებთ აუცილებლად როგორ მომეწონება. შემდეგ გვაქვს NYX-ის დამატენიანებელი კრემი, რომელიც კრემი კი არა პრინციპში არის ემულსია. და ეს იყო 50%-იანი ფასდაკლებით, გამოვიდა 15 евро. ამასაც ძალიან კომპაქტური შეფუთვა აქვს, როგორც მოგხვდეთ, მე დიდ ყურადღებას ვანიჭებ შეფუთვას როგორი არის, უნდა იყოს კომფორტული გამოსაყენებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დამეზაროს და არ გამოვიყენო. რა თქმა უნდა, პროდუქტიც უნდა იყოს ძალიან კარგი, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. NYX-ის აკვაბელს ხაზი აქანაც გამომიყენებია, მშვენიერია, არაფერს ვუწუნებ, ჩემი დასაწუნი რა აქვს. ეს აკვაბელას 15 ევროიანი ემულსია. და ბოლო პროდუქტი გვაქვს Fish-ის დეოდორანტი, რომელიც კარგად მოგეხსენებათ ალბათ, რომ საქართველოში ღირს 50 ლარი, 60 ლარი ან არ შეიძლება უფრო მეტიც კი. ბოლოს რომ ახსოვს ძალიან ძვირი ღირდა და კვებროში ღირს 12 და 90. ოღონდ ისიც ახლა გაძვირდა, ბოლო 2 წელია იმატებს ფასები, რა თქმა უნდა, ყველგან მსოფლიოში და მე მახსოვს რომ ეს დეოდორანტი ღირდა 6 და 90.
რამდენიმე წლის წინ. თუმცა 12 და 90-იც არ არის ხა ისეთი თანხა, რომ შევადაროთ საქართველოში რაც ღირს. დანარჩენ პროდუქტებზე ზისგან დამცავზე არ მithქვამს, ეს ღირდა 22 евро და მე მგონი დანარჩენი ყველაფრის ფასი ვთქვით. დამიწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ. ვიცი რომ არ არის რაღაც დაბალი ფასები და იდეალური, რადგანაც გასთვალისწინებელი ის ფაქტიც არის, რომ ვიყავით საკმაოდ ტურისტულ ისე რა ვთქვათ, უბანში და აფთიაქი ვნახეთ, უბრალოდ იქ შევედით, თორე სხვაგან რაღაც კონკრეტულ ადგილებში შეიძლება ესე ცალკეული პროდუქტები ცოტა უფრო იაფი ყოფილიყო. მაგრამ დიდ სხვაობას მაინც არ მოგხვდა. გელტებით გამიზიარეთ თქვენი აზრი და მე დაგემშვიდობებით დღეს მაქვს კიდევ ერთი ტურნირი ჩოგბურთში. იმდენად სერიოზული არ არის როგორც წინა, თუმცა მაინც ძალიან კარგია რომ ვიღავთ მონაწილეობას, იმიტომ რომ არის რაღაც სოციალური შეჯიბრი და ვნახოთ რას ვიზამთ. წავედით. კარგად. ესე იგი დღეს როგორც გითხარით ტურნირზე გავედით და მოვიგეთ 2 მატჩი. წავაგეთ პირველი, ისიც იმიტომ რომ რაღაცნაირად ნერვიულობდით, მაგრამ 2 მატჩი მოვიგეთ ძალიან ძლიერ მეტოქეებთან. საკმაოდ კარგად თამაშობდნენ და ვარ ძალიან გახარებული, აი რაღაც ისეთი კარგი შეგრძნება ყოფილა, რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანი გავიცანით, ჩინელები, არ ვიცი, აქაურები, ბევრი ქვეყნის ჩოგბურთელები თამაშობენ ხოლმე. და ქვია სოციალური შაბათი, social Saturday ტურნამენტია. და მოკლედ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ გავედით. ეს პოტასები არის ულამაზესი და ძალიან მომწონს, მაგრამ უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. ისე მატკინა გუშინ ფეხი პირველად მეცვა ვარჯიშზე და მეგონა დღეს ალბათ ვერ ვითამაშებთქო, მაგრამ ზოგადად ესე იცის ხოლმე ჩოგბურთის ფეხსაცმელებმა თავიდან გაჭერს და აქტივა და ერთი დღის მერე ან 2 დღის მერე უკვე ესე რომ ვთქვათ მოჯდება და დღეს უკვე უკეთესად მაქვს, მაგრამ თავიდან ფიქრობდი, ვაიმე მეთქი ხვალ გავყიდო თქო, იმდენად ვერ ვთამაშობდი, რაღაცნაირად გული დამწყდა, მეთქი ყველა თუ გამოვიტარე თქო. ისეთი ლამაზი არის და ისე მომწონს. თქვენ თუ თამაშობთ ჩოგბურთს, რომელი ფოტოსებით თამაშობთ, დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს. როგორც ვიცი, ყველაზე აქტუალური არის Nike და Asics-ი და მეც Asics-ით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 2 მოვიგეთ, 2 წავაგეთ და ახლა დამსახურებული ნაყინი და მე ლუც არ ვსვავ, აი როგორი ვარ. მეც კმაყოფილი ვარ ძალიან. მე და კი ვითამაშეთ დაბლები, ანუ 2-2-ზე იყო და ერთმანეთი არ მოვკალით. Აბში აღნიშნავთ გამარჯვებას. ამბავ დროს ძალიან შემიყვარდა გინესის ლუდი შავი. ერთადერთი შავი ლუდია, რომელსაც ვსვა. ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება. ეს არის ტეხას ჩილი. ის აღეჭი რეზინა ვიპოვეთ. რა თემატურია? მეც მჟავა მეგონა, მაგრამ არ არის. საშინელი ამინდია. დიხანი ესეთი წვიმა არ ყოფილა კვიპროსში. არა ვიტყობი, იყო რამოდენიმეჯერ, მაგრამ მე ვიყავი უბრალოდ სახლში და არ მოვყოლილ ვარ. ეხლა იმის გამო ძალიან ჭკვიანი კურიერები ყავს და მიწოდების სისტემა ძალიან მოწესრიგებულია. მაგის გამო გაბოვედი და მივდივარ 3 კილომეტრით იქით. იმიტომ რომ იქ დატოვეს ჩემი ამანათი რატომღაც. რის გამო გამოვედი, არ გაინტერესებთ. ჩანთა ჩამოვიდა ჩემი ნანატრი, მაგრამ კურიერებმა სხვაგან დატოვეს და მივდივარ 3 კილომეტრის იქით. არ ვიცი რატო გამიკეთეს ეს ამ წვიმიან ამინდში. თან დღეს ბოლო დღეა. გუში მივიღე SMS რომ ამერღა ბოქსნაუდან და გუში ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მეგობრებთან ვიყავი და საკმაოდ შორი იყო ეს უცბად წამოსასვლელად, ამიტომ გადავდა დღეისთვის. დღეს კიდე წვიმს. და თან დღეს 10 საათამდე თუ 11:30-მდე გაქვს დრო და ვერ გავუკეს რატო და მოპანიკეს და რატომ აჩქარებენ. საერთოდ იქ რატომ მიიტანეს და არა ჩემს სახლთან რა უნდათ ჩემგან, ხო არ იცით? ძალიან მიწვალე მოკლედ დილიდან. თან გუში დავიწყინე ძალიან გვიან 3-ზე თუ 4:30, იმიტომ რომ მუშაობდი, შაბათ კვირს რაღაც პროექტი უნდა გავაკეთო. ვერ ვასწრებ, ამიტომ მოკლედ ცოტა გადარბენაზე ვარ. გიო არ არის, ხვალ ჩამოდის, საქართველოში იყო რამოდენიმე დღით და მეგონა რომ ძალიან მოვიწყენდი მის გარშემო, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს და იმდენი სანერვიულო მაქვს და მოსასწრები, რომ ფიზიკურად არ ძალიან, იმიტომ რომ მოვიწყინო და
ბევრი ვიფიქრო, რაც რაღაც მხრივ კარგია. მოვედით თითქმის ახლა ავიღებ. აი აქ დატოვეს რატომღაც ეს ბევრად დიდი ბოქსნაო ყოფილა. აი გამოვიდა. ორამხელა ყუთია. ვთქვი აქ სმარტში შევიდოდი, აქ ორ ფილიალს მაინტერესებდა როგორ იყო, მაგრამ ამ ხალხით ვერ შედარებული. მეც ახლა ვაზვიადებ, ვიცი რატომაც დატოვეს აქ ალბათ ადგილი არ ქონათ და აქ ბევრად დიდი ბოქსებია და წამოიღეს აქეთ. მაგრამ ახლა მე 20 წუთი ნავიარე სახლამდე 15 წვიმაში ეგ არ მომწონს. ამავე ესეთი საუზმის საჭმელად კოსტა კოფეში. დავიმსახურებ მგონი. დადგა მეგობრებო ის ნანატრი დღე ჩემი ოცნების ჩანთა, რომელიც არ ვამარტოთ, გამოვიწერე და არ ვჯერა, ძალიან დიდი ხანია მინდა და ეს ჩანთა, იმდენი ხანი რომ არ ვიცი, აქამდე როგორ ვერ ვიყიდე, მართლა ესე ძალიან რო გინდა რაღაცა და ეხლა მე ბევრს არ ვლაპარაკებ და გაჩვენებ თქვენს. არ მჯერა რა ლამაზი ჩანთა, შუქზე ცოტა ღია ფერის მწვანე ჩანს, მაგრამ ისი არის საკმაოდ მუქი დამჯდარი, ჭაობისფერი, მწვანე, აი არ ვიცი, ცოტა ყავისფერიც არის და რაღაცნაირი გრადაციები აქვს. ულამაზესია, ეს გახლავთ Dragon Diffusion-ის ჩანთა, რომელიც არის კამეჩის ტყავისგან და არის ზე გამძლე, ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ტყავია ზოგადად, კამეჩის ტყავი და აქვს ძალიან კარგი სუნელი. აი, სუნამებში რო ტყავის ნოტებია, ეგეც უნი აქვს. არის ხელით ნამუშევარი, თითოეული მოდელი, ამიტომაც ცოტა დიდი დრო სჭირდება ხოლმე მის შექმნას. მოყვება ეს dust bag-იც, რომ შევინახოთ კოხტად. ამ ბრენდში მომწონს ის, რომ ძალიან მაღალი ხარისხით აკეთებენ ყველაფერს, სადაც აკეთებენ. აქვთ ძირითადად ჩანთები, რამდენიმე ფეხსაცმელიც ვნახე, თუმცა მათი ძირითადი მიმართულება არის ჩანთები. და იმდენაირი მოდელი არის და ყველა ისეთი ლამაზია, რომ ძალიან დავიბენი, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე რომ ვათვალიერებდი, მივხვდი, რომ ეს მოდელი და კიდევ ერთი არის, რომელიც მომწონს, იყო ჩემი ფავორიტი. ეხლა რატო ვიყიდე ეს ფერი? ეს ფერი ზოგადად ძალიან მიყვარს და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ფერია, მაგრამ ასევე მომწონდა ყავისფერიც, მუქი ყავისფერი. ვფიქრობ, რადგანაც ამ ხალხ თანხას ვიხდი და მინდა რომ რაღაცა გამორჩეული იყოს, ნუ ყავისფერ და ეს ბანალურ ფერზე არ შევაჩერე არჩევანიდან. ამ კონკრეტულ ფერს 30%-იანი ფასაკლება ქონა და რა თქმა უნდა 100%-ით გადავიწონე ამ ფერისკენ და ამ მოდელისკენ. იმიტომ რომ მაინც 30% საკმაოდ დიდი ფასაკლება მსგავსი ბრენდისთვის, თავიანთი საიტზე არ აკეთებენ ხოლმე ხშირად და Farfetch-ზე აქვთ, ამიტომ თუ ვინმე აპირებთ ყიდვას, გირჩევთ რომ Farfetch-ზე დაელოდოთ ფასაკლებას და ისე შეიცინოთ. ვითომ ძალიან თხელია, ახლა რომ ჩაიხედოთ, აი რაღაცნაირად ისეთი დათხელებული სიფრიფანა, აი ამანები რას უნდა გაუძლოს, მაგრამ ეხლა გაჩვენებთ, რასაც გაუძლებს ეს ჩანთა. ან ჩანთის თელიხები არის ის, რომ ჩვეულებრივად გამოვიყენებთ ოფისში და ეგრეთ წოდებულ სამუშაო ჩანთას ეძახიან. შეიძლება არ ჩანდეს, რომ ძალიან ტევადია, მაგრამ რეალურად არის. ეს ახლა ვითომ არ ეტევა. რო დავაწყეთ. ჩადის ლეპტოპი. ანუ ჩვენ შეგვიძლია სამსახურში ლეპტოპი თუ დაგვაქვს, ვიაროთ ესეთი კლასიკური ლამაზი და დახვეწილი ჩანთით და ამავდროულად იყოს ტევადიც. და ჩავდოთ ხოლმე ლეპტოპი. როგორც გითხარით, გამძლეა და არაფერი მოუვა, უბრალოდ სასურველია ყოველდღე არ გავტენოთ, როცა მალე არ გავცვითოთ. მე ყოველ შემთხვევაში ეგრე ვაპირებ. ნახოთ კიდევ რა ჩაეტევა. რა თქმა უნდა, iPad-ი ჩაეტევა, სადაც ლეპტოპი ჩაეტევა, იქაც iPad-ი ჩაეტევა და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი დიდი ყურსასმენები, ძირითადად არც ერთ ჩანთაში არ ეტევა, Longchamp-ის და ერთი-ორი ჩანთის გარდა. და ნახოთ ახლა. ყოველ ჩაეტევა. არის იდეალური ჩანთა. ნახეთ, რამდენი რაღაც მიდევს, რამდენი ტექნიკა მიდევს და როგორი დახვეწილი, ფემინური, რაღაცა გამორჩეული და აი ყვირის ხარისხს. და დიდი ხანია მინდოდა. დამიწერეთ, როგორ მოგწონთ. ცუდი არ დამიწეროთ არაფერი, იმიტომ რომ ჩემი სიყვარულია და მიკეთ ცოტა. აი ესე ვზივარ, მუშაობ და ვუყურებ აი ამ სილამაზეს, წინ დავიდე, რომ გავბედნიერდე. ძალიან მიხარია. გამოვიხეთ, მაგამობას. უგემრიელი საჭმელი.